მოგესალმებით. მე ვარ რომეო ცენტერაძე, MMA-ის ანალიტიკოსი და მინდა დღეს შემოგთავაზოთ ვიდეო ილია თოფურიასა და ბად კროფორდს შორის შესაძლო, თუმცა ამ ეტაპზე ფანტაზიის დონეზე მყოფი დაპირისპირების შესახებ. ეს ვიდეო იყო თხოვნა ჩემი ერთ-ერთი გამომწერისა და ერთგული მაყურებლის მიერ. იგი მუშტიკრივის ფსევდონიმით არის ცნობილი ჩვენს არხზე. და როგორც ადრე მithქვამს, თქვენთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენს დანარჩენ სხვებსაც შეგიძლიათ გამოუშვათ იდეები, აზრები, თხოვნები, თუ რასთან დაკავშირებით გსურთ ხოლმე რომ გავაკეთო შემდეგი ვიდეო. სანამ გადავალ მთავარ თემაზე, მინდა შეგახსენოთ და გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ აუცილებლად ჩვენი არხი და კიდევ მოწონების ღილაკს და მოიწონოთ ვიდეოები, იმიტომ რომ ეს ძალიან ეხმარება არხს ზრდაში და პირადად მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასე აკეთებს და წინასწარ გიხდით ყველას მადლობას, ვინც ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაემატება ჩვენს გამომწერების სიას და მოიწონებს ამ ვიდეოს. მაშასე დავიწყოთ. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ილია თოფურიასა და ბად კროფორდს შორის გაიმართა ესეთი მოკლემეტრაჟიანი, მაგრამ საკმაოდ მწვავე სიტყვების ომი Twitter-ზე. მას შემდეგ რაც ბად კროფორდმა დაამარცხა კანელო ალვარესი და გახდა უკვე საშუალო წონის ჩემპიონი, გაერთიანებული ჩემპიონი კრივში. ილია თოფურია თუ ვინ არის და მისი რეზუმის შესახებ ქართველ გულშემატკივრებს კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ილია თოფურიას რეზუმის განხილვით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ იმათ საყურადღებოდ, ვინც არ ადევნებს თვალს კრივს და მხოლოდ MMA-ის ყურებით არის დაკავებული და კარგად არის ის ვინ არის ბად კროფორდი, მოკლედ გეტყვით. კროფორდი არის კრივში 5 სხვა წონითი კატეგორიის ჩემპიონი. პირველი ქამარი ბად კროფორდმა მოიგო 135 ფუნტში, რომელიც 61 კილოგრამის ექვივალენტია და ახლა ბოლო მეხუთე ქამარი უკვე მან მოიგო 168 ფუნტში, რომელიც სადღაც დაახლოებით 76-77 კილოგრამის ექვივალენტია. ანუ წარმოიდგინეთ ახლა UFC-ში 135 ფუნტში, 71 კილოგრამში ვინც კი როდესმე ყოფილა ჩემპიონები რო ავიღოთ ყველა, თუ ექნებოდა რომელიმე შანსი კარიერის რაღაც ეტაპზე რომ მოიგო UFC-ის ქამარი 170 ფუნტში, ანუ 77 კილოგრამში. მე ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა არავის არ ქონდა UFC-ში. ანუ ამით რას მინდა გაუსვა ხაზი? იმას რომ პირველ რიგში ბად კროფორდი ძალიან განსაკუთრებული მოკრივეა, ადამიანმა მოიგო 61-ში და შემდეგ ახვიდე რამოდენიმე წონით კატეგორიაში მოიგო ასევე ქამარი და ბოლო ქამარი მოიგო 77 კილოგრამში, ანუ ამხილა განსხვავება წონაში, ეს ძალიან რთულია. თუმცა მეორეს მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ MMA სხვა სტილის, სხვა დინამიკის სპორტია, სხვა ფიზიკურობას მოითხოვს და ეს ძალიან რთულია ამის გამეორება MMA-ში, რაც კროფორდმა გააკეთა კრივში. მაგრამ ეს მაინც არ აკნინებს იმ ფაქტს, რომ ბად კროფორდი ძალიან განსაკუთრებული ტალანტია, როგორც მოკრივე, იგი ნამდვილი ოსტატია კრივის. ბევრისთვის კანელო ალვარესის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კროფორდი არათუ დღესდღეობით არის მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივედაც იქცა ბევრისთვის, ძალიან ბევრი ესეთი ანგარის გასაწევი ცოდნე ექსპერტისთვისაც კი. რო ვისაუბროთ ილია თოფურიას შანსებზე ბად კროფორდის წინააღმდეგ და ილიას რაღაც დიდი განსაკუთრებული შანსები მივცეთ, ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გვესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ კრივი იმდენად ზუსტი მეცნიერებაა, 99% შემთხვევებში კრივში უკეთესი მოკრივე იგებს. რაც MMA-ში ყოველთვის ეგრე არ ხდება, MMA-ში ბევრჯერ გვინახავს, რომ უფრო უკეთეს მებრძოლს წაუგია, ეს უფრო ხშირად ხდება MMA-ში, ვიდრე კრივში. კრივში ეს თითქმის არ ხდება. აქედან გამომდინარე, ალბათ ილია თოფურიას შანსებიც კრივის წესებით ბრძოლაში ბად კროფორდთან ალბათ მწირია, თუმცა აქვე უნდა ითქვას ის, რომ მოხდეს ისე, რომ ბად კროფორდმა მოსინჯოს ძალები ილია თოფურიასთან MMA-ში, UFC-ის ოქტაგონში, იქ მას შანსი არ ექნება ილიასთან. ზოგადად ერთი პრეცედენტი იყო მხოლოდ, როდესაც მსოფლიო დონის მოკრივე, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჯეიმს ტონი შევიდა ძალების მოსასინჯად UFC-ის ოქტაგონში. იგი შეებრძოლა
Randy Couture's ლეგენდარულ Randy-ს და ფატალურად დასრულდა ეს ბრძოლა მისთვის. მან ისე წააგო პირველ რაუნდში დაახშო იგი Randy-მ, ისე რომ ერთი დარტყმის განხორციელების საშუალებაც კი არ მისცა მას Randy-მ, ასე რომ არ ამგონია Bud Crawford-მა ეგ ნაბიჯი გადადგას და გადავიდეს UFC-ში თუნდაც ერთხელ საბრძოლველად რომ გამოსცადოს თავისი თავი არ მოხდება ეგეთი რაღაცა მე არ მჯერ. ამის არც არის ვალდებული, როცა ამ დონის ჩემპიონი ხარ, ამ დონის ოსტატი ხარ შენ სპორტში, არ ხარ არანაირად ვალდებული გადახვიდე სხვა სპორტში და მოსინჯო იქ ძალები. და ალბათ სურვილიც არა Bud Crawford-ს ამის, თუმცა ჩვენს ჩემპიონს ილია თოფურიას აშკარად აქვს სურვილი რომ გადავიდეს კრივში და თავის ძალები მოსინჯოს იქ უკვე საუკეთესო მებრძოლებთან, ამ შემთხვევაში Bud Crawford-თან. რაც შეეხება Crawford-ის MMA-ში გადასვლას, რომ დაუბრუნდეთ და დავასრულეთ ეგ თემა, რამოდენიმე დღის წინ საკმაოდ კომედიური ინტერვიუ ვიხილეთ. Shakur Stevenson-ი კიდე ერთი მსოფლიო ჩემპიონი კრივში, რომელიც სტუნდად იყო მისული Ariel Helwani-სთან, MMA ჟურნალისტთან და მან იქ სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ Bud Crawford-ი ილია თოფურიას არათუ წინააღმდეგობას გაუწევს MMA-ში, არამედ დაახშობს კიდეც, რაც რა თქმა უნდა სრული აბსურდია, რეალობას მოწყვეტილია და ხაზს უსვამს კაფიოდ და მკვეთრად იმ ფაქტს, რომ Shakur Stevenson-ი საერთოდ სამწუხაროდ გაგებაში არ არის MMA-ს. მაგრამ, როგორც ეს კიდევ ერთხელ ვთქვით, არ არიან მოკრივეები, ვალდებულები, რომ ესმოდეთ MMA-ის სიღრმეები და არც იმის ვალდებულება აქვს, რომ გადავიდნენ კრივიდან MMA-ში ძალები მოსინჯონ. თუმცა ერთი მომენტი არის აქ. ილია თოფურიამ, რომ და ამ მომენტზე ჩემს უფრო უნდა გაკეთდეს აქცენტი, ალბათ თუ კიდე წავიდა ეს დებატები და იმიტომ რომ ინტერესი აშკარად არის ხალხში, ძირითადად გულშემატკივრებში. ილია თოფურიამ ამ წუთას ახლა რომც მოინდომოს, თქვათ ახლა რომ დაიცვას ტიტული, კიდე ერთი სასწაული ნოკაუტი გააკეთოს და შემდეგ რო თქვას რომ კრივში უნდა ძალიან გადასვლა, მას ამისთვის, თვითონ ესე ადგეს და გადავიდეს კრივში თუნდაც 6 თვით ან 1 წელი და ერთი ბრძოლისთვის მოემზადოს და მე ისევ UFC-ში დაბრუნდეს, მას ამისთვის სჭირდება ნებართვა, ესე რომ ვთქვათ, უხეშად UFC-სგან. იმიტომ რომ ესე არის შედგენილი MMA კონტრაქტები თავის გემოზე ილია სამწუხაროდ ვერ გადავა, ვერ შეიცვლის სპორტს თუნდაც დროებით. რაც შეეხება Bud Crawford-ს, მან რო გადაწყვიტოს მოსინჯოს ძალები MMA-ში და გადმოსვლა რო გადაწყვიტოს დროებით MMA-ში კრივიდან, მას ამის სრული თავისუფლება აქვს, მას თავისი კონტრაქტი აძლევს ამის თავისუფლებას, მოგეხსენებათ მოკრივეებს ალი აქტი იცავს და მათ პრინციპში სრული თავისუფლება აქვს თავის თავიანთ კონტრაქტებში მოსინჯონ ძალები სხვა სახის სპორტებში და შემდეგ როცა უნდათ მაშინ დაუბრუნდნენ კრივის რინგს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად მირჩევნია, რომ Bud Crawford-ი დარჩეს კრივში, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს უმაღლეს დონეზე და ასევე ანალოგიურად ილია თოფურია დარჩეს MMA-ში და გაზარდოს თავისი მემკვიდრეობა MMA-ში, კერძოდ კი UFC-ში, იმიტომ რომ ასეც ბრწყინვალედ გამოდის შეუდარებელი და მსოფლიოში საუკეთესო დღესდღეობით თამაში და იმედია დაუმარცხებლად ესე დაამთავრებს თავის კარიერას. ეხლა რაც შეეხება ამ ვიდეოს უტოპიურ ნაწილს, რაღაც ბონუსად ცოტა რომ გავერთოთ, სად ხედავ ილია თოფურიასა და Bud Crawford შორის რა სტილის ბრძოლაში ხედავ შანსებს თანაბრად 50-50-თან ახლოს. იქიდან გამომდინარე, რომ Crawford-ს შევთანხმდეთ, მოდი რომ Crawford-ს კრივში ძალიან დიდი უპირატესობა ექნება ილიასთან, ხოლო ილიას MMA-ში ძალიან დიდი უპირატესობა ექნება Crawford-თან. სად შეიძლება ამ მებრძოლმა ვთქვათ იბრძოლონ, რა სპორტში შეიძლება ამ ორმა მებრძოლმა იბრძოლონ, რა სახის კომბატში, რომ შანსები გათანაბრდეს. ჩემი აზრით ესეთი სპორტი არის მუშტიკრივი, შიშველი მუშტებით ბრძოლა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მე მესმის რომ ეს უტოპია, ეს არავის არ მოხდება, არც ილია და არც Bud Crawford-ი მით უმეტეს ალბათ არასდროს არ გადავლენ ამ სპორტში და არ იბრძოლებენ, მაგრამ როგორც გითხარით, ცოტა ვიხალისოთ და გავერთოთ ამ თემით, ვითამაშოთ ამ თემით რამოდენიმე წუთი. გამომყევით მოკლედ. ალბათ ბევრი თქვენგანი უკვე ფიქრობს, რომ ხო არ გაგიჟდი რომიო, იმიტომ რომ თუ კი კრივში იძახი, რომ ილიას Crawford-თან ბევრი შანსები არ აქვსო, მუშტი კრივში რანაირად ექნება, ეს ხო იგივე კრივია, უბრალოდ ხელთათმანების გარეშე. ვინც ამას ფიქრობთ, ჩემი პასუხი არის არა, არ არის ესე, ძალიან დიდი განსხვავებაა მუშტი კრივსა და კლასიკურ კრივს შორის, ეს არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის ორთაბრძოლა. პატარა ისტორიას მოგიყვებით, გადახვევას გავაკეთებ 1867 წელს თუ არ ვცდები დასავლეთ ლონდონში
შეიკრა Queensberry წესები, რომელიც არის დღევანდელი თანამედროვე კლასიკური კრივის წესები. დღემდე ამ წესებით იბრძვიან მოკრივეები. მანამდე კრივი იყო ჩვეულებრივი ხელთათმანების გარეშე მუშტი კრივი, სადაც გამოიყენებოდა ბინძური ბოქსი, კლინჩი, მეტი ფიზიკურობა იყო, მეტი ბრუტალიზმი იყო და ხელთათმანების შემოღების შედეგად არ ვიძახი რომ მთლიანად დაიკარგა, რა თქმა უნდა არა, რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბრუტალიზმია კლასიკურ კრივში დღემდე, მაგრამ დაიკარგა ძალიან დიდი დოზით ბრუტალიზმი, დაიკარგა ფიზიკურობის მნიშვნელობა, ცოტა უკანა პლანზე გადაიწია და უფრო მოიმატა ტექნიკამ და აი იმ ბოქსის, აი იმ მეცნიერებამ. ამის შედეგად, როდესაც Queensberry წესები დააწესეს და ახალი სპორტი შექმნეს რეალურად ლონდონში კრივის მამებმა, მოხდა ეგეთი რაღაცა, ბევრმა წარმატებულმა ჩემპიონმა სცადა მუშტი კრივიდან კლასიკურ კრივში ხელთათმანებით ბრძოლა და ადაპტირება და არ გამოვიდეთ. ასევე ანალოგიურად ჰქონდათ Queensberry წესებით მებრძოლ მოკრივეებს, ჰქონდათ საშუალებები სცადეს რამოდენიმეჯერ ძალები მუშტი კრივში და აბსოლუტურად სხვა სახის მათთვის უცნობ სპორტში ამოყვეს თავი. ანუ ამით რა მინდა რომ თქვა, ძალიან ბევრი რამე იცვლება კრივში, როდესაც ხელთათმანებს იხდი და შიშველი მუშტებით იწყებ ბრძოლას. უფრო კონკრეტულად და ტექნიკურად რომ აგიხწეროთ, პირველ რიგში იცვლება დისტანცია, იცვლება დაცვა ძალიან დიდი ხელთათმანების გარეშე, შიშველი მუშტები იქ ახდენ პენეტრაციას, ესე ვთქვათ, სადაც დიდი ხელთათმანებით ვერ მოახდენ, უფრო კარგად იცავ ხელთათმანებს, რა თქმა უნდა, თავს იცვლება ჯების მნიშვნელობა და დატვირთვა, ჰუკი იცვლება ძალიან, სადაც მაგალითად თუ კი კლასიკურ კრივში შეგიძლია შორი დისტანციიდან ჩეკ ჰუკი გაუკეთო, ამ ჩეკ ჰუკის ფუნქცია თითქმის უკვე იკარგება მუშტი კრივში, იმიტომ რომ ხელთათმანის გარეშე თუ არასწორად დაარტყი ხელი შორიდან ჰუკი მოწინააღმდეგეს, შეიძლება ხელი გაიფუჭო, ან დარტყმას არაეფექტური აღმოჩნდეს, შეიძლება გაშლილი ხელი გამოიყენო, მაგრამ გაშლილ ხელს არ აქვს იმდენი ძალა, რა თქმა უნდა, ჰუკი უნდა იყოს მუშტი კრივში ახლო დისტანციიდან, უფრო მთლიანად უნდა მოიღუნოს მკლავი, რომ კარგად ჩასვა. ასევე გაუქმდა კლასიკურ კრივში Queensberry წესებით კლინჩი და ბინძური ბოქსი, ამას ძალიან დიდი ცვლილება შეიტანა კრივში, იმიტომ რომ ერთი რო საერთოდ კრივში კლინჩი არ შეგიძლია და დაჭერა არ შეგიძლია და ბრეიქებია, როდესაც რამოდენიმე წამი შეეკრებიან ერთმანეთს მოწინააღმდეგები და რომ შეგეძლოს ახლა სად ხელთათმანები, დიდი ხელთათმანებით რო გიჭირავს მოწინააღმდეგე გაკონტროლებ და სად შიშველი თითებით, როდესაც კარგად შეგიძლია კისერში მოკიდო ხელი და ბინძური კრივით მიაყენო მას ზიანი აპერკოტები და ესე შემდეგ. როდესაც კლინჩი არ არის ნებადართული, იქიდან გამომდინარე უკვე შენი ფიზიკური ძალა, შენი მანიპულირება მოწინააღმდეგის ეს უნარები, ეს ყველაფერი უკვე უქმდება, უკანა პლანზე გადადის და ამას ყველაფერს ვერ იყენებ, რა თქმა უნდა, კლასიკურ კრივში. თუმცა მუშტი კრივში ამას დიდი დატვირთვა აქვს და ჩემი აზრით ამ ასპექტში ილიას ძალიან დიდი გამოცდილება, უფრო მეტი გამოცდილება და დიდი უპირატესობაც ექნება კროფორდთან შედარებით, იმიტომ რომ კლინჩი დიდი ნაწილია MMA-ის, ასევე კლინჩი გარკვეულწილად გრეპლინგის ნაწილიც არის და გრეპლინგში ილიას თოფურიას მოიხსენებათ იმხელა გამოცდილება აქვს, მე მგონი რომ ძალიან ადვილად შეძლებს ბად კროფორდის სხეულის მანიპულირებას თუნდაც კლინჩი დგომში რა. მოკლედ ძალიან როა შეგაწყინოთ თავი იმაში დარწმუნებით, რომ ილია თოფურია მუშტი კრივში სავარაუდოდ უპირატესობით ისარგებლებდა ბევრი უპირატესობით ბად კროფორდთან და მოგების შანსი დიდი აქვს. ერთ ფაქტს მოგიყვან ძალიან კარგს და საქვეყნო ცნობულს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. 2019 წლის 22 ივნისს ძალიან საშუალო დონის MMA-ის მებრძოლმა არტემ ლობოვმა, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის კონორ მაკგრეგორთან მეგობრობით არის ცნობილი, გამართა მუშტი კრივში ბრძოლა ყოფილ, მაგრამ ლეგიტიმურ სოფლიო ჩემპიონთან კრივში, პოლი მალინაჟთან და საჯების გადაწყვეტილებით მან იგი დაამარცხა. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არტემ ლობოვი იყო საშუალო დონის MMA მებრძოლი, პოლი მალინაჟი კი იყო თავის დროზე ლეგიტიმური სოფლიო ჩემპიონი კრივში და მან არტემ ლობოვმა იგი პრინციპში დიდი პრობლემების გარეშე დაამარცხა. ეს ერთ-ერთი ისეთი ნივთკიცება არის ჩემთვის იმისა, რომ ილია თოფურიას ნამდვილად აქვს შანსი ნებისმიერ მოკრივესთან მუშტი კრივში
თავისი რა თქმა უნდა წონის ირგვლივ რა. სულ ეს იყო რისი გაზიარებაც მინდოდა ამ ეტაპზე თქვენთვის ამ ვიდეოში. იმედია მოგეწონათ ვიდეო, ისიამოვნეთ, იმედია ამ ვიდეოთი წინასწარ ყველას დიდ მადლობას გიხდით და გეტყვით რომ ჩვენ კიდევ დავბრუნდებით სხვა ასევე ამაზე არანაკლებ საინტერესო ვიდეოებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეოები, უყურეთ MMA-ს, პატივიեցით მებრძოლებს, უყურეთ კრივს, ისიამოვნეთ ბრძოლებით, ვისაც ეგეთი სტილის სპორტი გიყვართ და გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებებს. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.